სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება დღეს არის იმის მოწმე თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და მისი დასრულების ჟამი იწყება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით ოცნების ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ჩახშობას და რუსული მოდელის დამკვიდრებას, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვითა და თავისუფლების შეზღუდვით გამოიხატება. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაშია, რეჟიმი კი ვეღარ აკონტროლებს პროცესებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზოგადოებას 26 ოქტომბერს ერთად დგომისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს. ამ ერთი წლის მანძილზე რეალურად ამ რეჟიმმა ვერაფერს ვერ მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ დაერღვია ეს საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც გრძელდება, საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშო და ქვეყანას ვერ მართავენ. ეს ქვეყანა აღარ არის მართული. ეს რეჟიმი არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას. ჩვენგან საჭირო არის გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, სოლიდარობა კიდევ მეტი, რაც არის ჩვენი ნამდვილად ყველაზე დიდი თვისება და ამას ვაჩვენებთ ყოველდღიურად. 26 ოქტომბერი დადგება და იქ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია.